Deputat Tamar Kordzaiazis საღამოშიდობისა ქალბატონ თამარ. მოგესალმებით. ბატონ თენგიზი იყო წარმომადგენელი იმ საზოგადოების ერთ-ერთი, რომელიც 17 მაისს შეიკრიბა და კატეგორიულად მოითხოვა ხელმოწერების შეკრებაც კი დაიწყეს ამ კანონის ან გაუქმების ან უკეთეს შემთხვევაში ძირეულად ცვლილების შესახებ. შესაძლოა პარლამენტში დადგეს ზოგადად ეს საკითხი და უმრავლესობა მიიღოთ განხილვის დონეზე ეს თემა? პირველ რიგში ერთ დეტალს დავაზუსტებ ქალბატონო ნინო თქვენ მე წარმოგიდგენთ როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრი, მაგრამ ქართული ოცნების წევრი, პრინციპში ეს ერთი და იგივე ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ჩვენ კოალიციას წარმოვადგენთ. რაც მთავარია, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხრის შესახებ კანონს დაუბრუნდეთ ახლა. რა თქმა უნდა ჩვენ მოვისმინეთ მსგავსი განცხადებები ამ კანონის მიღების დროს და გავიარეთ ეს ეტაპი, ამიტომ მიმაჩნია რომ რაიმე საფრთხე ამ კანონს დღეს აღარ ემუქრება და პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ გადახედავს. რა ტენდენცია ეს ქალბატონ თამარ, თქვენ როგორ აფასებთ იმას, რაც 2 დღის წინ ალბათ თავადაც ნახეთ? ეს არის პოლიტიკურად ცხელი გაზაფხული ჩვენ წინ ერთი თვეც აღარ დარჩა არჩევნებამდე, ამიტომ ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს იმუშაოს ამომრჩეველზე და ისინი როგორც ხედავენ საკუთარ ასე ვთქვათ პოლიტიკურ აქტივობას, ისე იქცევიან, ამიტომაც ამაში რაც მოხდა 17 მაისს რაც ხდება და ეხლა რაც მოვისმინეთ ეთერში გასაკვირი არაფერი არ არის. მე დარწმუნებული ვარ რომ ამომრჩეველი უსმენს და ძალიან კარგად დაანალიზებს ვინ რა ენით ელაპარაკება მას და მე მჯერა ერთი რამის რომ ჩვენი ხალხი ვერ იტანს და ვერ ეგუება ძალადობრივ ენას რაც მოდის იმ ხალხისგან ვინც პარლამენტს მოუწოდებს იმისაკენ რომ კანონის შეცვალონ. ქალბატონ თამარ, თქვენ ამ ყველაფერს უკავშირებთ არჩევნებს თუ უკავშირებთ კიდევ უფრო ფართო საკითხს, რაც არის საქართველოს ევროპული, ევროატლანტიკური მისწრაფებები. მე რატომ ვამბობ ამ ყველაფერს? თენგიზ კიტოვანი არ ყოფილა ერთადერთი ამ დღეებში, ვინც ამ განცხადებებს აკეთებდა, ხო? დღეს აი ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაც იყო, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი ეცდება რაღაცეების გაკეთებას საქართველოში იმისთვის, რომ ეს პროცესი შეაფერხოს და ძალიან საყურადღებო განცხადება ჰქონდა ნატოს გენერალურ მდივანს. არჩევნებთან დამკავშირება ამ ყველაფრის რამდენად, ასე ვთქვათ, მართებულია, იქნებ უფრო ფართო მნიშვნელობითაა საკითხი, უფრო ფართო კამპანიასთან გვაქვს იქნებ საქმე. ბუნებრივი არჩევნების დემოკრატულად ჩატარებაც არის ერთ-ერთი გამოწვევა ჩვენს მიერ ასოცირების ხელშეკრულების მოწერამდე და სწორედ შესაძლოა რუსეთის ინტერესებს ვიღაცა აქს ატარებს ამა თუ იმ ფორმით, ამიტომ მე ხლა ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ვერაფერს გამოვრიცხავ ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა, სიტუაციის დესტაბილიზაცია, სიტუაციის გამწვავება ბუნებრივია ცუდად იმოქმედებს პროცესებზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება საკუთარი სიმშვიდით, პრინციპულობით ძალიან კარგად ნათლად აჩვენებს საკუთარ კურსს და მე ვფიქრობ, რომ ამას პრინციპში არაფერი არ ემუქრება. ქალბატონ თამარ, ანუ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები, ანუ იკითხება ამის უკან, რომ მხოლოდ ამ კანონზე არ არის ლაპარაკი, კიდევ სხვა ასე ვთქვათ შეფუთვა მოყვება ხოლმე ამ ყველაფერს. შეგიძლიათ გითხრათ, ან თქვენი აზრი, ან ხელისუფლების აზრი ზოგადად, რა ძალებთან გვაქვს საქმე და ვინ არიან ეს ძალები, რომლებიც ვთქვათ, აი ამ ანტიდასავლურ განწყობებს ქმნიან დღეს საქართველოში? იცით რა მარტივია ახლა ამაზე საუბარი იმ თვალსაზრისით რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ვინ და სად იყენებს ამ ანტიდისკრიმინაციულ თემას ხელისუფლების საწინააღმდეგო და ვის რა პოლიტიკა აქვს და ვის აქვს ძალადობის პოლიტიკა საკუთარ სახელმწიფოში და ვის არა და ახლა ძალიან ნათელია რომ რუსეთში ნომერ პირველი манипуляციის თემა სწორედ ეს ერთსქესიანთა თემატიკაა და ერთსქესიანთა ქორწინების თემატიკაა. საერთოდ ერთსქესიანებს რო ეძახიან, ესეც ძალიან გაურკვეველი ცნება, აქაც ჩანს ვთქვათ ვინ რაზე საუბრობს და ვის როგორ ესმის საერთოდ პრობლემები და ამიტომაც ძალიან ნათელია, რომ შესაძლოა ეს სწორედ ასე ვთქვათ არადემოკრატიული ტოტალიტარული ხელისუფლების ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში რუსეთის გავლენის შედეგი იყოს. ეს არის მთელი კონტექსტი. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ანტიდისკრიმინაციული თემა გამოიყენონ, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ოკუპირებული ტერიტორიების თემა ასწიონ და ასე შემდეგ. აქ შეიძლება ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხი აიწიოს, მაგრამ რა თქმა უნდა ხელისუფლება ამას მომზადებული უნდა შეხვდეს და ყველა შემთხვევაში მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხელისუფლება ინარჩუნებს წონასწორობას და ის არ უშვებს შეცდომებს თავის გზაზე. ქალბატონ თამარ, ჩვენი ინფორმაციით უმრავლესობაში
არსებობდა ბევრი ისეთი დეპუტატი, რომელსაც მაინცა და მაინც არ სურდა ამ კანონისთვის ხმების მიცემა, თუმცა ბოლო წუთში ყოფილი პრემიერის თხოვნითაც დარწმუნების რაღაცა პროცესის შედეგად აბსოლუტურმა უმრავლესობის მისცა ხმა აი ამ პროექტს და აქცია კანონად. როგორ ფიქრობ, ის განწყობები ბუნებრივი არსად წასულა, რომელიც მათ ჰქონდათ კანონის მიღებამდე. შესაძლოა გარე არასაპარლამენტო ოპოზიცია, ვინც მოითხოვს ამ კანონის გაუქმებას და შესაძლოა შეუერთდეს ხელმომწერებს, ან თუნდაც აქტიურ ჯგუფებს, რომლის წარმომადგენელიც მაგალითად ერთ-ერთი იყო 2 დღის წინ ლევან ვასაძე, მისი ციტატა მინდა წაგიკითხოთ, პარლამენტს ასე მოგმართათ, მაშინ როდესაც ვარდობის თვეში ვარდის სურნელი უნდა ასდიოდეს, თქვენ ნეხვის სურნელი აადინეთ საკუთარ სამყოფელსო. შეიძლება რომ პარლამენტში მოიძებნოს ის ძალები, რომლებიც ამ საკითხს შიგნით ისევ პარლამენტში დასვამენ და უმცირესობად მაინც იქცევიან, თუ არა უმრავლესობად? იცით რა, მე ვერ ვხედავ საფუძველს, რომ ესეთ მაღალმხატვრულ, ასე ვთქვათ, კრიტიკას ვერ გაუძლოს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლება, იმიტომ რომ ვინმეს გული შესწიოდა თუ არა ამ კანონზე, ამას ამ წუთას არა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ საქართველოს პარლამენტის თითოეულმა წევრმა მიიღო გაცნობიერებული არჩევანი და გააკეთა, მიიღო საკუთარი გადაწყვეტილება. ამიტომ მე ვთვლი, რომ საქართველოს პარლამენტს არ ყავს მერყევი წევრები, თითოეულ მათგანს საკმაოდ კარგად აქვს გაცნობიერებული უპირველეს ყოვლისა, როგორც პარლამენტის წევრ, საკუთარი მოვალეობა ადამიანების წინაშე და ქვეყნის წინაშე. და მიღებული გადაწყვეტილება არის თითოეული ადამიანის უფლების დაცვის დადასტურება და ასევე სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება. და ბოლოს მინდა გკითხოთ თქვენი აზრით, ამ კანონმა გაუფუჭა თუ არა თქვენს კოალიციას ურთიერთობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან? მე არ ვთვლი, რომ ამ კანონმა გაუფუჭა ეკლესიასთან ხელისუფლების ურთიერთობა, იმიტომ რომ საპატრიარქო ძალიან გონივრულად ეკიდება ხელისუფლების საქმიანობას და ცალკეული წარმომადგენლების აგრესიული გამოსვლები არ შეიძლება იყოს ჩვენი ურთიერთდამოკიდებულების განმაპირობებელი ამ შემთხვევაში. თუმცა პატრიარქმაც ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ის არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ასეთ კანონს, ეს იყო პატრიარქმა სწორადაც თქვა, მან იაპარაკა როგორც სულიერმა მოძღვარმა და თქვა, რომ მორწმუნეები არ მიიღებენ ამას და მორწმუნეებს სხვა ცოდვებზეც მიუთითებს პატრიარქი, ეს მისი მოვალეობაა, მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის გაფუჭებას. გასაგებია, დიდი მადლობა. თამარ კორძაია, პარლამენტის წევრი, პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.